ევროპამ ცხადად უთუოდ და უთუმცაოდ უჩვენა, რომ რუსეთის იმპერია უსაზღროდ ჩამორჩენილი სახელმწიფოა. მართალია, რუსეთში არიან ადამიანები, რომელთაც სურთ თავი დაახსნონ ჩამორჩენილობას, მაგრამ ისიც ნათელი იყო, რომ ევროპა სხვაგვარად აპირებს ცხოვრებას, წინსვლას, მომავლის შენებას და რუსეთი სხვაგვარად. მართალია, ევროპაშიც უხვად არიან ნაირ-ნაირი სოციალურ-პოლიტიკურ მოძღვრებათა მქადაგებელნი, მაგრამ საქმიანი ევროპა მათ ყურს ნაკლებად უგდებს. საქმიანი ევროპა შრომობს, ნამდვილ ფასეულობებს ქმნის და ნაკლებად დაბორიალებს აბსტრაქტული იდეების ქაოსში. რუსეთში კი გაუთავებლად ლაპარაკობენ, მზად არიან თავგანწირვისათვის, ირავენ კიდეც, მაგრამ არსად ჩანს საქმის კაცი. ყველაფერი სიტყვის კორიანტელში იხრჩობა. რუსეთში ყოველი ახალი აზრი, ახალი იდეა ციმბირის კატორღაში იგზავნება და იქაურ მაღაროებში კვდება. ევროპაში კი ახალი იდეა და აზრი თუ კი პრაქტიკული ღირებულება აქვს, მაშინვე საქმის საფუძველი ხდება.